რუსთავმა წელს პირველად კუნფუ სანდაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა. შერეული ორთაბრძოლების სახეობის ტურნირში მონაწილეობა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის გუნდებმა მიიღეს. ჩემპიონატს ქვემო ქართლის გუბერნატორი პატა ხიზანაშვილი ესწრებოდა, რომელმაც ჩემპიონატში მონაწილე ყველაზე პატარა რაინდულ და ტექნიკოს მებრძოლებს სპეციალური დიპლომები გადასცა. სანდას ფედერაციის პრეზიდენტმა კი სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის პატა ხიზანაშვილი სპეციალური დიპლომით დააჯილდოვა. ორთაბრძოლის სტილი ავითარებს მოქნილობას, გამძლეობას და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საბრძოლო სულს, მის გამყარებას უწყობს ხელს. და ამისთვის ეს სახეობა ძალიან კარგია, რომ განვითარდეს, რამე მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიური სახეობა არ არის, მაინც ძალიან ბევრ ბავშვს გამოიყენს ქუჩიდან. აქედან ივნისის ბოლოს რუსთაველი 3 ბავშვი მიდის სოფლიო ჩემპიონატზე ჩინეთში კუნფუ სანდაში და უსურვებს წარმატებას რუსთაველის სპორტსმენებს. ჩვენ ფედერაციას ძალიან ბევრი ტურნირი აქვს და ადრე წლებში ჩატარებული რუსთავში, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატი პირველად ტარდება. წარმოდგენილია 24 ორთაბრძოლის კლუბი მთელი საქართველოს მასშტაბით, 130 მონაწილე არის, განაწილებული 32 წონით კატეგორიაში, როგორც ახალბედები, ასევე გამოსტილი სპორტსმენებიც მონაწილეობენ.